მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო. დღეს თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის და მე გახლავართ ამ მოძრაობის უფლებამოსილი გამგეობის წევრი თამარ ჯუღელი. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღეს არის ილიაობა, მიულოცოთ სრულიად საქართველოს, მიულოცოთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მისი მადლი გვფარავდეს სრულიად საქართველოს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის განაგრძობდა მიზანმიმართულ თანმიმდევრულ პოლიტიკას. მათ შორის მეორე არხისა და სხვა მედიების საშუალებით კეთდებოდა ოფიციალური განცხადებები საქართველოში არსებული მდგომარეობებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოძრაობის მიერ მიმდინარე წლის 11, 12, 15 ივლისის პრესკონფერენციებზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა შემდეგი თემები. ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ შემდეგ თემებზე, რომელი თემებიც დღეს ჩვენი ეთერის ძირითად დროს დაიკავებს. ეს თემებია რელიგიური კონფესიების შესახებ მიღებული კანონი, რომელიც შესაძლო საფრთხეებს შეიცავს და ამ საფრთხეებზე ვისაუბრებთ, ეგრეთ წოდებული რვიანისა და პოლიტიკური ექვსიანის ჭეშმარიტი მიზნების შესახებ და აგრეთვე ის მტკივნეული სოციალური გადაწყვეტილებები, სოციალურ თემებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელებიც საზოგადოებას ძალიან აწუხებს. ამ თემებზე გვექნება დღეს ჩვენ საუბარი ჩვენი მოძრაობის გამგეობის წევრთან, ბატონ კონსტანტინე ფორჩხიძესთან და ჩვენი სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან, ბატონ ლევან კუდუხაშვილთან. ბატონო ლევან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ პარტია შედგა. მისი ლიდერი ბატონი სერგო ჯავახიძის დადებითი პიროვნებიდან გამომდინარე, ჩვენ არა მარტო შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი ამ პარტიის, არამედ მისი სტრუქტურა გაძლიერდა რეგიონალური და რაიონული მასშტაბებით. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გადმოვიდეთ თქვენთან და შემდეგ უკვე გავშალოთ ის თემები, რა თემებიც ზემოთ ვახსენე. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს და მოგახსენებთ, რომ ჩემი წინა გამოსვლის დროს წარმოგიდგინეთ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის სარევიზიო კომისიის 6-თვიანი მუშაობის პოლიტიკური და ფინანსური საქმიანობის დასკვნა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების აღდგენა გაფართოვება, რომლებიც თითქმის დაშლის პირას იყო მისული ნოღაიდელის ხელმძღვანელობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, მოძრაობის აქტიური მუშაობის შედეგად და პოლიტიკური პროცესების გამო მრავალი ადამიანი შემოუერთდა სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, მათ შორის ნოღაიდელის ყოფილი რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. აქვე ისევ განმეორდები და მოგახსენებთ, რომ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის საფუძვლიანი მუშაობის შედეგად ყოველდღიურად ვითარდება პოლიტიკურ ასპარეზზე. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, შემდგარია და შესაბამისად გვაქვს ამბიცია დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ბევრ ადამიანთან გვაქვს მოლაპარაკებები და ბევრ პიროვნებებზე მოგვიწია უარის თქმა. ჩვენი არჩევანი შეჩერებულია განათლებულ ავტორიტეტულ ხალხზე, რომლებიც პოლიტიკურად ახალი და გაუსვლელი პიროვნებებია. სწორედ ჩვენი მოძრაობის მასობრივი გადმოსვლების და პოლიტიკურ აქტივობის შედეგად ნოღაიდელმა და მისმა, ასე ვთქვათ, ფინიევმა, მარინა მოლოდინმა და სხვა დამქაშებმა ჩვენს წინააღმდეგ გააკეთეს უაზრო და გაურკვეველი განცხადებები არარსებულ ადამიანების ხელით, იმ ადამიანების ხელით, რომელსაც თვითონ ეძახდნენ დამლაგებელს. ასევე ეს უაზრო განცხადებები ჩვენს წინააღმდეგ გამოწვეულია ჩვენი მოძრაობის იმ გარემოებებით, რომ სარევიზიო კომისიის მიერ შესწავლილი და გამოვლენილი იქნა მოძრაობის ყოფილი ლიდერის ნოღაიდელის მიერ დაშვებული ფინანსური დარღვევები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. ასევე ჩვენ გამოვაშკარავეთ მისი მცდელობები შალვა ხაჭაპურიძესთან ერთად პარტიის გამგეობის წევრების გადაბირების მცდელობის შესახებ, რასაც გადაყვა ყოვლად გამოუსადეგარი ორი გამგეობის წევრი. რაც შეეხება შალვა ხაჭაპურიძეს, სხვებზე ლაპარაკს თავი დაანებოს და თავის პარტიას მიხედოს ნოღაიდელისთვის, რომ აპირებდა თავის პარტიის მიყიდვას. ჩვენი ინფორმაციით, ხაჭაპურიძემ დიდი თანხის სანაცვლოდ მოინდომა საკუთარი პარტიის და მისი წევრების გაყიდვა, რის გამოც მოლაპარაკება ჩაეშალა. ნოღაიდელის მიერ ორგანიზებული ეს უაზრო განცხადებები ჭირდება იმისათვის, რომ თავი აარიდოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე ჩვენივე ინფორმაციით, იგი აპირებს ქონების გასხვისებას და საზღვარგარეთ გადასახლებას. ყოველივე ზემოაღნიშნული შედეგად
ჩვენ მზად ვართ გავცეთ ადეკვატური პასუხი და ამით ამოვწუროთ ყველა ის მithმა-მოთქმა, რომელიც დაკავშირებულია ნოღაიდელის პერსონასთან. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო ლევან. მაყურებელია ეთერში და შემდეგ გადავალ უშუალოდ მაგ თემაზე, მინდა რომ არ დამალყოს. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გისმენთ. გამარჯობათ, ბატონო თამარ. გამარჯობათ. თქვენ განდებით თამარ ჯუღელი როგორც ვთქვი. დიახ. ძალიან კარგი. ბატონო თამარ, როცა თქვენ საუბრობთ ვინმეს გასვრაზე, დიახ. სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში საკუთარი წარსული, საკუთარი არც დიახ. გასაგებია ეს ზარი და შესაბამის ორგანოებს მინდა მიმართო, რომ ეს პიროვნება მესახელ ხმაზე ვცნობ ამ პიროვნებას და წესით ეს პიროვნება გარეთ არ უნდა იყოს, რომელმა პიროვნებამაც ეხლა პირდაპირ ეთერში დარეკა. თუ იმის საშუალება იქნება, რომ ეს ზარი დავაფიქსიროთ, ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ თემას, ზურაბ ნოღაიდელის თემასთან დაკავშირებით მინდა ერთხელ შევეხო და შემდეგ უკვე გადავიდე ბატონ კონსტანტინესთან. მე გახლავართ ამ პარტიის უფლებამოსილი პირი და უშუალოდ შეხება მაქვს სასამართლო პროცესებთან. არ დასრულდა ჩვენი სასამართლო პროცესი, ეს ყმადაღებული კარდაკარის პროცესი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის დავალიანებას ეხებოდა. ეს პროცესი არის აპელაციაზე წასული, იყო დადგენილი ხარვეზი და ეს ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში უკვე ჩაინიშნება პროცესი და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე დასრულდება და ბოლომდე მივა. ასევე ბატონმა ლევანმა თქვა, რომ არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეულ მდგომარეობაში იყვნენ, ჯერ არ გადმოსულან, უმეტესობა გადმოვიდა ორგანიზაციების, ეს იყო რაიონული თუ რეგიონალური ორგანიზაციები. და მხოლოდ რამოდენიმე რაიონული ორგანიზაცია დარჩა, რომლებმაც ჩვენ არ გადმოგცეს ის დავალიანების ნუსხა, ის სიები, რომელი დავალიანებებიც გარკვეულ რაიონებში არსებობდა და დღეს, როდესაც უკვე პროცესი დასრულებულია ფაქტიურად და როდესაც უკვე აპელაციაზეა საქმე წასული, ითხოვენ ჩვენთან გადმოსვლას. კი ბატონო, ყველას კარი, ვინც ჩვენთან არის, ჩვენი ერთგულია ღია, მაგრამ ჩვენ იმ დავალიანებას, რომელი დავალიანებაც საპროცესო სარჩელში არ იყო გათვალისწინებული, ჩვენ იმ დავალიანებას ვერ დავფარავთ, ცხადია, ამიტომ იმ რაიონული ორგანიზაციები, რომლებიც ბოლომდე ჩაყვენ საფლავში ზურაბ ნოღაიდელს, მათზე ჩვენ პასუხისგებლობას ვიხსნით, მათმა მიმართონ მხოლოდ და მხოლოდ თავის რაიონის თავმჯდომარეებს და მათ მოთხოვონ იმ დავალიანების დაფარვა, რა დავალიანებაც ჰქონდათ მათ. ასევე მაყურებელი მყავს და დიახ, გისმენთ და შემდეგ გავაგრძელებ. დიახ, გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონ კონსტანტინე ფორჭიძესთან მოკითხვა თუ შეიძლება. ზეგან ბატონმა ლევანმა ახსენა თუ არსები შალვა ხაჭაპურიძესთან დაკავშირებით. აგერ გაზეთი მეჭირავს მეგობრებთან ერთად ვარ და როგორც ალიაში წერია ბატონი შალვა ხაჭაპურიძე თქვენ პარტიის გამგეობის წევრების გადაბირებას აპირებდა, ასე ვთქვათ და იმ ზურას ნოღაიდელს კიდევ მილიონად ყიდით და იმას რა ქვია პარტიას თავის პარტიას თავის წევრებიანად თან ერთად და თუ შეიძლება იქნება კონკრეტულად გაგვარკვიოთ რა ხდებოდა და როგორ. კარგით, მადლობთ ზარისთვის. მადლობთ ბატონო კონსტანტინე, რა ვიცი, მოკლედ თუ პასუხებთ ამ თემას და შემდეგ ეს თემა საკმაოდ კარგად იყო გაშუქებული, იყო ჩემი ასე ვთქვათ კომენტარი გაკეთებული ამ თემასთან დაკავშირებით გაზეთ ალიაში ბატონ გელაზედელაშვილის სტატიაში. ამის შემდეგ იყო პატარა ნიუანსები, საწინააღმდეგო მხრიდან გამონათქვამები ჩვენი მისამართით, მაგრამ კითხველის განსაჯელია ეს ყველაფერი, ფაქტს ვადასტურებ, ეს იყო ნამდვილად და ამაზე კომენტარების გაკეთებას მომავალში მე აღარ ვაპირებ. მადლობთ ბატონო კონსტანტინე, დიდი მადლობა. ისევ რაიონულ ორგანიზაციებს დაუბრუნდები, იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გააქტიურდნენ, რადგან ჭორი დაირხა, რომ ბატონი ზურაბი პოლიტიკიდან მიდის და საერთოდ მიდის საქართველოდანო და ამიტომ ცდილობენ ჩვენთან გადმოვიდნენ, ან უკვე გააკეთონ არჩევანი ან ზურაბ ნოღაიდელთან, ან ჩვენთან, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ, რაიონული
მრავალხმოვანური ორგანიზაციების გასაგონად, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც სიები არ გადმოგცეს, ჩვენ მათ ვერაფრით ვერ დავეხმარებით. მიმართონ თავის ზემდგომ თავმჯდომარეებს და მათ მოთხოვნის დავალიანება, რატო არ გადმოგცეს ეს სიები. რაც შეეხება შემდეგ თემას, მინდა რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ეს პროცესები დასრულდეს და ზურაბ ნოღაიდელის თემას ჩვენი პარტია აღარ შეეხოს, აღარ ასოდეს. რაც შეეხება მეორე თემას, რელიგიური კონფესიების შესახებ მიღებული კანონის შესაძლო უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით ბატონ კონსტანტინესთან მინდა სიტყვით გადავიდე და თავისუფალი ტრიბუნა მას დაუთმო. ბატონო კონსტანტინე, თუ შეიძლება. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ. და შემოვიყვანოთ მაყურებელი და შემდეგ გავაგრძელოთ. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. თქვენ ლაპარაკი ქონდათ პოლიტიკურ პარტიებზე, რვიანი, შემდეგ ექვსიანი. დიახ. მაინტერესებს. გასაგებია რომ ორი პარტია გამოეჩიცა. კი ბატონო. რვიანი დარჩა ექვსიანი, ასე ვთქვათ. და გულშინ იყოს სტომა კუბლაშვილის ჩატარებული და ამ განდგომილი პარტიიდან ესწრებოდა ახვლედიანი და კაციტაძე. და კუბლაშვილმა განაცხადა შემდეგი რომ ჩვენო რვავე პარტია მოაწერა ხელი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, პროექტი უკვე დამთავრებულია და სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში პარლამენტში გავიტანთ დასამტკიცებლადო. მაშინ აღგებულობს ხალხი გვატყუებენ, ვინ გვატყუებს გასო? გატყუებენ ბატონო, გატყუებენ და გიპასუხებთ. მადლობთ ბატონო ზარისთვის. ჩვენ დღევანდელ თემაში გვაქვს ეს ეგრეთ წოდებული რვიანის და პოლიტიკური ექვსიანის თემა. რა ვიცი ბატონო კონსტანტინე, გნებავთ ამ თემით დავიწყოთ და შემდეგ და პასუხიც გამოგვივა. უპასუხებ მე ახლა ჩვენს ტელემაყურებელს მის შეკითხვაზე. ძალიან კარგია რომ დაისვა ეს შეკითხვა. საზოგადოებამ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ის ორგანიზაცია, პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, ვინც გამოიტანა სიმართლე იმ მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც მიმდინარეობდა IFS-ის ფორმატში და ჩვენ თქვით პირველებმა ის, რომ ეს იყო პოლიტიკური ვაჭრობა მანდატების ირგვლივ და ამ პოლიტიკურმა ვაჭრობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღესდღეობით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არის ფასადური ხასიათის და ეს რაც შეეხება იმ სიმართლეს რაც არის. მაგრამ არსებობს აქ მეორე ნიუანსი. აქ არის დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იმ რვა პოლიტიკური ორგანიზაციის, რომლებიც ჩართული იყვნენ თავიდანვე ამ პროცესში, ისინი იყვნენ ინიციატორები ამ პროცესის წამოწყების, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოისურვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მაგრამ 6-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომლის სათავეშიც არის ბატონი ირაკლი ალასანია, ასე ვთქვათ, აგრძელებს იმ პოლიტიკურ თამაშს, რა პოლიტიკური თამაშიც წამოიწყო ხელისუფლებასთან ერთად. კერძოდ რა მაქვს ხედველობაში? თქვენ ალბათ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ჭადრაკის სასახლეში გაიმართა შეხვედრა ამას წინათ, ეს ჩვენი წინაათერის შემდგომ მოხდა 8 ივლისს, ხო? მგონი ჭადრაკის სასახლეში და სწორედ იქ დაგვიანონსეს ახალი პოლიტიკური კოალიცია ლოზუნგით მახსოვს. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს და ხალხმაც კარგად იცოდეს. ჩვენც კარგად გვახსოვს ყველაფერი, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები თავიდან 2008 წლიდან და მანამდე საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც 2008 წლის თუ როგორი იყო ამ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობა, ხედველობაში მაქვს რესპუბლიკური პარტია, ამ ხედველობაში მაქვს ის პოლიტიკური ძალები, ვინც გაერთიანებულები იყვნენ ამ რვიანში და შემდგომ ექვსიანში. ის პოლიტიკური სუბიექტები რას აკეთებდნენ ამ ხნის განმავლობაში, რომ მათ მიიყვანეს სრულიად ესე იგი ყველა მათი პროექტი დამთავრდა სრული კრახით და საბოლოო ჯამში მივიღეთ სახალხო ნიჰილიზმი არჩევნებისადმი. ასე იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასე იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ასე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხალხს ეს ძალიან კარგად ახსოვს. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, რასაც ეს პოლიტიკური ექვსიანი ცდილობს რომ გაატაროს და საქართველოს მოსახლეობას, ასე ვთქვათ, უთხრას, რომ ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც უჭერს დასავლეთი მხარს. მე მინდა ამ ბატონებს უთხრა, ბატონებო, ექვსიანის წარმომადგენლები მყავს ხედველობაში. ნუ თუ თქვენ ის ევროპელები, ამერიკელები და ვისი მხარდაჭერის იმედიც გაქვთ დასავლეთში, გონიათ
რომ არ აქვთ მათ ინფორმაცია, დაემართათ პოლიტიკური ამნეზია, მეხსიერებაში ამნეზია გაუჩნდათ და თქვენ წარსულის შესახებ გარკვეული ინფორმაციები არ გააჩნიათ. კარგად გვახსოვს თუ როგორ დადიოდა ეს ხალხი ხელგაშვერილი იმ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპისა და ამერიკის ტრადიციული მოწინააღმდეგე. სხვა რო არაფერი ვთქვათ, ხო? ეხლა ცდილობენ წარმოგვისახონ, რომ მათი ლიდერი დადის ევროპაში, დადის ამერიკაში და ხვდება ამერიკის სენატის წარმომადგენლებს, მათ შორის იყო გაიმართა შეხვედრა სენატორ მაკკეინთან. მე მინდა დაუსვა შეკითხვა ბატონ ირაკლი ალასანიას და დაუსვა ამ ექსეულის წარმომადგენლებს. ბატონებო, თქვენ დადიხართ მოსალაპარაკებლად იმ ლობისტთან, ვინც არის ამ ხელისუფლების ოფიციალური ლობისტი. მაშინ რას მივაწეროთ ეს თამაში? ეს არის ერთი პოლიტიკური თამაში. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თქვენ და ხელისუფლება ხართ ერთი გუნდი. იყო ალბათ ესეთი ტერმინი გახსოვთ, ისე რა ქვია, რეკლამ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. სწორედ ეს არის. თქვენ ერთი გუნდი ხართ და ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის და ხედავს ამას ყველაფერს. ამაზე პასუხს მიიღებთ ზუსტად იმარჩენების დროს, რომელიც გაიმართება დაახლოებით 1 წლის შემდეგ და მიიღებთ სრულიად ადეკვატურ პასუხს. აი, მოკლედ ამ 6-იანის შესახებ და მე მგონია ნათელია ყველაფერი და დავაკმაყოფილე რესპონდენტის. მადლობთ ბატონო კონსტანტინე, მაყურებელი გვყავს. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მე რუსთავიდან გაწუხებ. კადაკაში ვიღებდით მონაწილეობას პროგრამა კადაკა და ჩვენ ვაწუხებთ ჩვენ უფროსობას და საერთოდ გადმოთ ეს სიები, რუსთავის სიები? არა გვაქვს რუსთავის სიები, ქალბატონო, არა გვაქვს. თქვენი თავმჯდომარის სახელმდებარი შემახსენეთ. ნუკრი შათირიშვილი. დიახ, ბატონ ნუკრის უნდა მიმართოთ. მიმართეთ ერთხელ და ორჯერ კი არა, გაწამებულები ვართ. და რა პასუხი გაგცათ, ქალბატონო, რა პასუხი გაგცათ? რა პასუხი და საერთოდ თავიდან გვიცილებს, სახშიც კი ვიყავით. ვერადავერ იმასენ, ხან სამსახურში მივედით, ხანსად აიცი გვემალება სპეციალურად თუ რა, სახშიც მივაკითხეთ. ძალიან ბევრი ხელი მოვიტეხე და ამის იმასაც კი არ ვითხოვ. გაჭირებულად მაინც დავამთავრე ის ჩემი სამუშაო. რომ 1-2 კაპიკი არ მიყო და ჩემნაირი გაჭირებულია რამდენი. როგორ შეიძლება ესე? უთხარით, არიცი არ იყო საქმის კურსი თუ რაღაცა და უთხარით, როგორც კი გავიგეთ თქვენი ამბავი, რომ გადადით, მიიტანეთ თქვენი სიები. არ ვიცი მე რაღაცაზე ხან რას გვეუბნებოდა, ხან რას გვეუბნებოდა, მე მაინც მივხედავ ამ ჩემ ხალხს, ავაღებინე ფულს და ის ეხლა არ ვიცი სად არის და ტელევიზორში ხანდახან კი გაიელვებს ხოლმე დავინახავ. მაგრამ არავისი არ ფიქრობს ეგ კაცი. და ჩვენ რა გავაკეთოთ, ვის მიმართოთ, სოდასუბას გადავიცი ერთხელ წერილი, იქ ჩავწერეთ ჩვენი გაჭირება, თუ კი სადმე ხმა მიმიწდება, ყველას მეუბნები. რამდენჯერმე დავრეკე პირდაპირ ეთერში და ვერ მოვახერხე. და ეხლა მოვახერხე თქვენთან დაკავშირება. და რაღაცა გვითხრათ 1-2 სიტყვა დაგვამშვიდეთ, ძალიან გამწარებულები ვართ. მადლობთ ქალბატონო ზარისთვის, მე გიპასუხებთ ამ თქვენ შეკითხვაზე. მე მესმის თქვენი მდგომარეობა, ანალოგიურ მდგომარეობაში იყო მთლიანად საქართველო. ჩვენ მიმართავდით რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, გადმოგვეცით სიები. ზოგი შემთხვევაში იყო ისეთი საშუალებები, რომ არ გადმოდიოდნენ ჩვენთან, მაგრამ გადმოგცემდნენ სიებს, მაგრამ რომელ რაიონებშიდაც სიები არ გქონდა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ბატონ ზურაბ ნოღაიდელს იმ რაიონში დაფარული ქონდა ის დავალიანება. ამიტომ ჩვენ არარსებულ თანხაზე ვერ შევიტანდით სასამართლოში სარჩელს. რაც შეეხება კონკრეტულად თქვა რუსთავის თემას ან ნებისმიერი რაიონის თემას, შესაძლებელია ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის სახელზე მომზადდეს საჩივარი თქვენს მიერ, არსებობს ალბათ თქვენს გარდა კიდევ რამოდენიმე დაზარალებული და მიმართოთ სასამართლოს. ეს გნებავთ გააკეთოთ ჩვენთან ერთად, გნებავთ გააკეთეთ დამოუკიდებლად. ჩვენ მივმართეთ ანალოგიური სარჩელით და ფიქრობთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და ჩვენ ამ დავალიანებას ამოვიღებთ. ბოლომდე ეს დავალიანებაც ჯერ ამოღებული არ არის. აპელაციაზეა, რა თანხაზედაც იყო საუბარი და რა თანხაც ჩვენ ვიცით. თუ დავაკმაყოფილეთ თქვენი ის არის სწორედ საკუთარ თავზე უნდა იყოს ნუკრის ჩათირიშვილმა პასუხისმგებლობა ამ ადამიანების. დიახ, ისე მაყურებელი გვყავს. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ქალბატონო, თქვენს მეგობრებო. დიახ, მოგესალმებით. ეს შეკითხვა მაქვს თქვენთან, 25-დან.
და არა მარტო თქვენთან, აი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. დიახ. თქვენ რომელიღაც გაინტერესებს საქართველოს, აი ქართული ხალხი? მოინტერესებს ბატონო. ყველა ფინანსებით დასავლეთიდან. მადლობთ და ბატონო. ვის გაფინანსებს იმათ ემსახურებს და გეყოფათ ეს ხალხის ყურებზე ხერის დახვა. კარგი. გეყოფათ. მადლობთ ბატონო ზარისთვის. ჩვენ დაფინანსება საჯაროა ჯერ აქედან დავიწყებთ და საქართველოს ბედი რომ გვაინტერესებს და ჩვენი სამართალი რომ ვერ ვიპოვეთ დღეს იმიტომ ვზივართ აქ, იმიტომ ვართ ამ პარტიაში. ჩვენ მემსახურებით დაბალანსების პოლიტიკას, ჩვენ არც პრორუსული ძალა ვართ, არც პროამერიკული ძალა, ჩვენ მემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქართველი ხალხის ინტერესი იქნას გათვალისწინებული, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციულები, რათა ერთხელ და სამუდამოდ გათვალისწინებული იყოს ქართველი ხალხის ინტერესი და არა ერთი ლიდერის, ორი ლიდერის, ან თუნდაც რაიმე კასტის, ან პრივილეგირებული ჯგუფის ინტერესები. ამიტომ ვზივართ დღეს ჩვენ აქ, ამიტომ ვართ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და სწორედ ამიტომ მოძრაობთ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. ისე მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში გისმენთ. მოგესალმებით. ბატონ კონსტანტინესთან მოგშეკითხა. ბატონ კონსტანტინე, ნურაიდერს რა ფუნქცია აქვს ამჟამად? ბატონო? პარტიაში. ნურაიდერს რა ფუნქცია აქვს თქვენს პარტიაში? ნურაიდელი არის ჩვენი გამგეობის წევრი. მანამ სანამ არ გაისტუმრებს მთლიანად მთელ დავალიანებას, რომელიც აქვს ხალხის წინააღმდეგ. შემდეგ თუ მოგმართავს იგი განცხადებით, განთავისუფლდება შესაბამისად. არც დატოვებას. ჩვენ ყრილობაზევე განვაცხადეთ, რომ ბატონი ნოღაიდელი იქნებოდა მანამ გამგეობის წევრი, სანამ ბოლო თეთრი არ იქნებოდა გასტუმრებული. და ჯერჯერობით ბატონი დაუმატებ ეს რა ქვია. და ერთია უნდა იცოდეს საზოგადოებამ და უნდა იცოდეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმაც, სხვებმაც, ვინც ვაჭრობენ ნოღაიდელთან, ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარე ვერ გახდება მანამ, სანამ ის ოფიციალურად არის ჩვენის გამგეობის წევრი, იურიდიულად ესეა. თუ მოგმართავს განცხადებით გადადგომის შესახებ, მაშინ იმსჯელებს გამგეობა მისი გადაყენების ან არ გადაყენების თაობაზე და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ეს დაიმახსოვროთ სულ ყველა ოპოზიციური პარტიებიდან, დაიმახსოვროს იმ არასამთავრობო სექტორმაც, ვისაც მასთან აქვს კონტაქტი და ურთიერთობები, ასევე დაიმახსოვრონ ნოღაიდელის მხარეს დარჩენილმა იმ მცირე ჯგუფმა, ოპოზიციურმა ჯგუფმა, რაიონული ორგანიზაციების, რომ ის ვერასოდეს ვერ შექმნის პარტიას ამ პირობებში. მაყურებელი ყავს კიდევ, დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. დიახ. აი ეს ექვსიანი და რვიანი რო იყო და ბოლოს ექვსიანი რო დარჩა. ის ორი რომელიც გამოეყო, ეგენი საერთოდ სახსენებლები არ არიან. ეგენი ხელისუფლების პარტიაა ეგა. არავით არის ოპოზიციას ისინი არ წარმოადგენენ. დანარჩენი 6 ვინც არიან, აი რასაც ლაპარაკობენ ეგენი რო ამერიკის კონგრესი და სენატი და ისინი თუ არასწორად ჩატარდა არჩევნებიო, ისინი ამას დააფიქსირებენო. მე გარამჯერა პირადად არ ჩვენჯერა. დააფიქსირებენ ისინი. ისინი ხელისუფლების ისევ როგორც იქერდნენ აქამდე მხარეს, ისევ იმას დაიჭერენ ის ამერიკასა და ევროპას საერთოდ. ამიტომ მე მხოლოდ ერთი რამე მჯერა, ჩვენთან მხოლოდ ერთხელ ჩატარდა ნამდვილი არჩევნები. ეს იყო წონებული ზვიად გამსახურდია დროს. მეტი არც ერთი ნორმალური არჩევნები და არც ჩატარდება, როგორ უნდა ჩატარდეს. კაცი რომელიც აკეთებს დასაერნობს რა, ძალისინ არ ვარგოდაო, თანადიროს გარბოდაო. ის რომ პრეზიდენტი იქნება, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. იმან რა უნდა ჩაატაროს, კაცო. იმას უნდა თავის ნებაზე ატრიალოს, სულ ყველას თავის ნებაზე ატრიალებს. ხო უყურებთ? დიახ. ხო და ჩვენ უნდა მოვიტყოთ ერთი რამე. ერთიანად, ერთ დღეს რომ აი თქვათ ასეთი რამე რა, 30% მაქსიმუმი უჭერს ამ სააკაშვილის მხარეს. მხარს უჭერს რა არჩევნებში და რაღაცები ზოგს მოიწვიდიან, ზოგი დედრიონიო მოხუცებულები და არჩევნებზე რომ მიიყვანე ხომ. ესეთი რაღაცებია რა. დანარჩენი 70 ხომ ამათი წინააღმდეგი ვართ.
ესენი ქვეყანას აქცევენ უკვე რამდენი წელიწადია 8 წელიწადია თითქმის გასულ კი ბატონო ხოდა ანუ თუ არ შეგვიძლია ერთობა გავხდიოთ რა ერთობა და აი 70% და საქართველოში ერთად გამოვიდეს გარეთ და ეს რიცხვი აქეთ იგი დაიფანტებიან გეთანხმებით აბსოლუტურად ყველაფერს რამდენი წლების განმავლობაში კი ბატონო ვერ გავიგე მე რა აი ამას მოვაბათ მხარი არაჯობია ბატონო ამან ეს გააკეთა ნოღაიდელი რა სანდოკაცია საერთოდ ვერ გავიგე pero ნოღაიდელს ახსენე და ერთ ამაზე მინდა თუ გამწეთ პასუხი აი ფაქტია და დავუსვათ მე ვიქნები თუ ვინც არ უნდა იყოს მინდა რომ დავაარსო პოლიტ პარტია აი ეს ათასიხნის შეგროვება რა საჭიროა აი მათი გამარჯვება რა კანონი ითვალისწინებს ბატონო ხოდა რა აი ეს არ არის ეს ნორმალური კანონი არ არის ბატონო გეთანხმებით კი ბატონო როგორ შეიძლება ახლა მე ბაქორულად ვირვინო და კაცო მე თუ მინდა დაიმასავე თუ მეგობია ხალხი მომწენა ხმასა რა საჭიროა ეს არის ბარიერი წინასწარ ხელისუფლების მე შეტნილი ბარიერი რომ აი არ გამოვიდნენ რა და აი ნორმალ თავისი უფლებით რო ისარგებლო მოქალაქე ადამიანს კი ბატონო აი ეს არის ჩემი შეხედულება ხოდა ამაზე ვიფიქროთ და მე არც ამბექსიანი არაფერი არ გამოუვ მადლობთ ბატონო ზარისთვის ხალხემ ძალიან მოკლედ პასუხს ძალიან კარგი შეკითხვა იყო სხვათა შორის 6-იანის პროდასავლურობასთან დაკავშირებით და დასავლეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მე მინდა ჩვენმა საზოგადოებამ მიცოდეს ერთი რამ, რომ როდესაც სექტემბერში მიღებული იქნება ასე თუ ისე, მაგრამ მაინც იქნება მიღებული ის ცვლილებები, რა ცვლილებებზეც მოილაპარაკეს ხელისუფლებამ და შესაბამისად იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, შემდგომ ეს დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან ალბათ მოვა დადებითი დასკვნა. მაშინ რა პასუხს გაგცემს ის 6-იანი, თუ მოვიდა იქიდან ის დასკვნა, დადებითი დასკვნა, რომელიც დააკმაყოფილებს ხელისუფლებას. მაშინ სად გაქრება მათი დასავლური მხარდაჭერა საინტერესოა. ეს იქნება მათი ბოლო წერტილი, მინდა გითხრათ. მაგრამ მთელი ეს კომპანია 6-იანთან დაკავშირებით, ადრე 8-იანთან დაკავშირებით მიმართული იყო მხოლოდ იქითკენ, რომ ასე ვთქვათ, შეექმნათ ახალი პოლიტიკური ცენტრი. ამაზე მე ზევით ვისაუბრე და ვთქვი, რომ ამდაგვარი პოლიტიკური ცენტრების, ასე ვთქვათ, შექმნა შედის მხოლოდ და მხოლოდ უხილავი რეჟისორის ხელისუფლების ინტერესებში. ეს იყო ადრეც, ეს იყო იმის შემდგომ პერიოდშიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რამაც გამოიწვია სრული ნიჰილიზმი არჩევნებისადმი. ეხლა რაც შეეხება იმ კი ბატონო. გავიგენთ. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გაითი შემაყურებელი. დიახ, გავაგზავნოთ და შემდეგ სხვა თემაზე. კი ბატონო, ალბათ გადავიდეთ იმ ჩვენს მეორე თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში არ დაგვთ ცოტა დრო არის ეს 1 საათი, რაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს დათმობილი ნამდვილად და მინდა შევეხო სოციალურ თემებს არ დაგვრჩეს და შემდეგ ბატონო კონსტანტინე ისევ თქვენთან გადმოვალ. ფაქტიურად ხელისუფლებამ მოლოდინს გადააჭარბა, რომელიც თემას შევეხო სოციალურ თემას არ ვიცი, დაწყებული ელექტროენერგიის საფასურს მიბმული დასუფთავების სამსახურის მიერ დადგენილი ტარიფი, ეგრეთ წოდებული ID ბარათების შემოღება, GPRS საკასო აპარატების შემოღება, რომელიც თავიდან უფასო იყო და მერე რაღაც ჯადოსნური ხერხებით 290 ლარი გახდა. ეს 80 თეთრიანი ტერორი, რომელიც სამარშრუტო ტაქსებს რომელი ერთ თემას შევეხო და რომელი ერთი თემით დავიწყო, ნამდვილად არ ვიცი. სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით მიმართავ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს თავისი ხალხის ინტერესები და მოსთხოვოს გამარჯვებულ კომპანიას ტენდერში არსებული პირობების დაცვა. აცხადებდნენ,
როდესაც პიარდებოდა ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, აცხადებდნენ, რომ ის არის დაზღვეული, ის არის კომფორტული და ამ ტრანსპორტით გზავრობა არის უსაფრთხო. და ასევე ხელმისაწვდომი, რომ ფასი არ გაიზრდება და იქნება 50 თეთრი. მაგრამ მივიღეთ რა, არა თუ 50 თეთრი, არამედ ორმაგამთ გაზრდილი საფასური. 80 თეთრამდე გაძვირდა სამგზავრობა და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მოსთხოვოს გამარჯვებულ კომპანიას გონივრულ ზღვარზე დაწიოს ეს გადასახადი, ხელისუფლება პირიქით ხელს უწყობს და იმისათვის, რომ მოსახლეობამ ბოიკოტი არ გამოუცხადოს ამ ყვითელ ავტობუსებს და ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებს, გააკეთა განახორციელა ტერორი სხვა ხაზებზე და არაკომფორტულ ტრანსპორტსაც დაადო იგივე ფასი, რა ფასიც აქვს კომფორტულ ტრანსპორტს. ლოგიკა სად არის ძალიან მაინტერესებს. კომფორტული ტრანსპორტიც უნდა ღირდეს 80 თეთრი და არაკომფორტული ტრანსპორტიც უნდა ღირდეს 80 თეთრი. სად არის ჯანსაღი კონკურენცია? მოსახლეობას დაუტოვონ არჩევნის საშუალება, სიცოცხლის ფასად იმგზავროს თუნდაც იმ არაკომფორტული ტრანსპორტით და გადაიხადოს 50 თეთრი და ვისაც შესაძლებლობა აქვს იმგზავროს კომფორტული ტრანსპორტით. მაგრამ ეს ემსახურებოდა იმას, რომ მას უნდა ჯიბის 1 ჯიბეში წასულიყო ეს თანხა, ხელისუფლება ახორციელებს წინასაარჩევნოდ თანხების მობილიზაციას და მხოლოდ ამას ემსახურება ეს გლობალური გაძვირება ტრანსპორტის და ამბობენ, რომ ეს თანხა ლარი და 20-მდე ავა, 20 თეთრამდე ავა ეს ტრანსპორტის კიდევ ერთხელ გამეორდები და ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ შეწყვიტოს სატრანსპორტო ტერორი, აიძულოს გამარჯვებული კომპანიო იმოქმედოს გონივრულად, ხელისუფლებას შექმნას ჯანსაღი კონკურენცია, არა მიკერძოებული და 1 ჯიბისთვის მორგებული, იმისთვის, რომ მოსახლეობას ბოიკოტი არ გამოაუცხადოს მთლიანად სამარშრუტო ტაქსებს და გაფიცვა არ გავაკეთოთ, როგორც ეს ხდება საბერძნეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში, გონივრულ თანხამდე დაწიონ ამ სამარშრუტო ტაქსების საფასური. მინდა ასევე შევეხო, დღეს ვკითხულობ, რომ ძალიან ისეთი წარმატებით და პიარით აცხადებენ, რომ გამარჯვებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ შემოიტანა ეს ეგრეთ წოდებული GPS საკასო აპარატები, რომლებიც პირდაპირ მიბმული იქნება საგადასახადო სისტემასთან, მივესალმებით ძალიანაც მოგწონს, რომ იქნება გამარტივებული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ნათლად გვახსოვს და ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ეს საკასო აპარატები უნდა ყოფილიყო უფასო. მაგრამ ეხლა, როდესაც უკვე ჩამოიტანეს ეს საკასო აპარატები, მისი რეგისტრაცია ჯდება 290 ლარი. როდესაც აცხადებენ, რომ 100,000 საკასო აპარატი დაუჯდათ 13 მილიონი, ანუ ერთი საკასო აპარატი დაუჯდათ 120 ლარი და შემდეგ აცხადებენ, რომ მისი რეგისტრაცია ჯდება 290 ლარი. მე მათემატიკაში კარგად არ ვერკვევი, მაგრამ მეც კი მივხვდი ამას, რომ ეს არის 29 მილიონი ლარი. თითქმის ერთით მეტი და კიდევ მეტი 16 მილიონი ლარი არის ფასნამატი ამ საკასო აპარატებზე და რომელ გონივრულ თანხაზე, რომელ მიზერულ თანხაზე გვესაუბრებიან ძალიან მაინტერესებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანია, წინასაარჩევნო თანხების მობილიზება, სხვა დასკვნას და კვალიფიკაციას ჩვენ ამას ვერ მივცემთ. მაყურებელი ყავს, შემოვიყვანოთ და შემდეგ გავაგზავნოთ. დიახ, გისმენთ. ალო. გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონო, აი თქვენთან პირადად მაქვს ესეთი შეკითხვა. აი ეს ყველა თემა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი, პირველი არის საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რომელიმე პარტიას რატო არ გახსენდებათ გახვიდეთ მიტინგებზე და რუსეთის წინააღმდეგ მოაწყოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ დაპყრობილები და ეს თუ გავიწყდებათ. თუ იმიტომ რომ ნოღაიდელის ხათრით ამას ვერ ბედავთ, თუ ბურჯანაძის ხათრით ვერ ბედავთ, თუ პატრიოტები არ ახართ, საერთოდ ვინ ხართ? აი რა თემებზე ლაპარაკობთ, როდესაც ქვეყანა არის დაპყრობილი. იმის მაგივრადო დღე-დაღამე მიტინგები მოაწყოთ რუსეთის წინააღმდეგ. მადლობთ ბატონო ზარისთვის, დიდი მადლობა თქვენ ზარზე ამომწურავ პასუხს ბატონი კონსტანტინე გაგცემთ. ბატონო კონსტანტინე. იცით, ჩვენთვის ახლა კი რუსეთი ვიცით რა რუსეთმა რა მდგომარეობაში ჩაგვაყენა, ვიცით რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ შემდგომი კონფრონტაცია რუსეთთან არის აბსოლუტურად დამღუპველი ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ეს, თუ ამას ვერ ვაცნობიერებთ და თუ
კონფრონტაცია მიგვაჩნია ერთადერთ რეალურ გამოსავლად, ხომ? მაშინ ბუნებრივი ამას სახელმწიფოებრივი აზროვნება არ ქვია, ეს არის ის აზროვნება, რომელსაც მიმართავს ხელისუფლება და თქვენ შეგიძლიათ ხელისუფლებას მოუწოდოთ ანალოგიური ქმედებისაკენ რისკენაც მოგვიწოდებთ ჩვენ, მაგრამ მე აქ მინდა აქვე შევეხო, მარტო რუსეთში არ ყოფილან ჩვენი მტრები თურმე არიან ევროსაბჭოშიც, იმ ორგანიზაციაშიც, რომლის მიერაც მიღებული იქნა მოხსენება 28 მარტს მიმდინარე წლის, სადაც ნათლად იყო ასახული ის, რაც მოხდა შემდგომ რელიგიური კონფესიების შესახებ კანონის მიღებით. კერძოდ, ბოდიშით ქალბატონ თამარო, მე უცებ გადავედი ამ თემასთან დაკავშირებით და გავაგრძელებ არაღად. საუბარი ეხება დოკუმენტს 12.544 კერძოდ მის 19 პირველ და 19 მეორე და მე-20 პუნქტებს. ზუსტად ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მიღებულია ვიმეორებ ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ, 19 მუხში წერია ასეთი რამ. პუნქტის მიხედვით, თავისუფალი აღსარებლობა და ტოლერანტობა წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების კონსოლიდაციისა და ერთიანობის ძირითად პრინციპებს. საპარლამენტო ასამბლეა შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიებსა და მიმდინარეობებს არ აქვს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მსგავსი სტატუსი და სამართლებრივი დაცვა. ამიტომ ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გთხოვთ ყურადღებით იყოთ 19 პირველი მუხლი მიიღოს სპეციალური კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კონფესიისა და რელიგიური მიმდინარეობის თანაბარ სტატუსს ქვეყანაში. 19 მეორე მუხლი გადაწყვიტოს გადაუჭრელი საკითხი იმ რელიგიური საკუთრების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ისტორიული რელიგიური კონფესიებისათვის ჩამორთმეული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში. და მე-20 მუხლი ასამბლეა დანანებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ევროსაბჭოში აწლიანი წევრობის პერიოდში ხელი არ მოაწერა ქარტიას რეგიონალური ენების შესახებ, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი აღნიშნულ ქარტიას და მოახდინოს მისი რატიფიკაცია. მე მაქვს კი ბატონო. შემოუშვათ ზარი. დიახ, გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხარ. ქალბატონო, თუ ცოტა ხნის წინ გელაპარაკეთ მე რუსთავიდან. და თქვენ მითხარით, რომ თვითონ იმას გითხეთო და დავრეკეთოთ მადლობა უფალს დაგველაპარაკეთ ეთონზე. და რომ უთხარით ეს ყველაფერი ასე გითხრა, რომ ეგენი არიან ნუღაიდების ხალხი და იტყულებენ, აბა ერთი შეგიძლიათ ვის მისცემულიო. ერთი ადამიანი მაინც დაასახელოსო. დიახ, მადლობა ქალბატონო, ჩვენ როგორც ვიცით, აჭარა ქონდა სრულად დაფარული ბატონ ზურაბ ნოღაიდელს. ჩვენ დღემდე საახსრულებოს მიერ ვერ ამოვიღეთ სრულად ის დოკუმენტაცია, რა დოკუმენტაცია ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენი დავალიანებები გწოდნოდა და უბრალოდ პროცესი ჯერჯერობით არ დამთავრებულა, ბოლომდე აღსრულება არ დამთავრებულა, ამიტომ ცალსახად მე არ შემიძლია გით, მაშინ რატომ არ გადმოგცა მაგ ბატონმა სიები, თუ დაფარული არ იყო დავალიანება. არა, საინტერესოა, ეგენი არიან ნოღაიდელის თანაგუნდელებიო, ჩვენზე იძახის. ჩვენზე. და ქალბატონო, თქვენ დაგვეხმარებით, დაგვიდგებით გვერდზე. მობძანდით ქალბატონო, ჩვენ ოფისში, აღმაშენებლის 172 ნომერში 340518 ჩვენი ტელეფონის ნომერი 340518 224, ანუ წინ ორიანი და ორიანი წინ დიახ, ეს ორიანი იურისტები გაგესაუბრებიან და დაგეხმარებიან. თუ შეიძლება ტელეფონი მაპატიეთ, კიდე გაგვიმეორეთ რა. 340518 წინ 2 ჭირდება კოდად. დიახ. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო, მობძანდით გელოდებით და მაქსიმალურს შევძლებთ, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ. მე გავაგრძელებ ალბათ თემას, ქალბატონო თამარ. მე ხლა გავაცანი ჩვენს ტელემაყურებელს, გავაცანი ის ვალდებულებები, რაც აღებული იქნა ამ ხელისუფლების მიერ სხვათა შორის 2005 წელს ევროსაბჭოს წინაშე და რამაც გამოიწვია ის აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ რელიგიურ თემასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საქართველოში. რომ არა საპატრიარქოს ბრძნული გადაწყვეტილება, წმინდა სინოდის ბრძნული გადაწყვეტილება ჩვენ მივიღებდით ისეთ მძიმე სიტუაციას საქართველოში, რასაც შეიძლება მივიყვანეთ რელიგიურ ექსტრემიზმამდე და რელიგიური ექსტრემიზმიდან ქვეყნის სრულ დაშლამდე იყო ფაქტიურად ერთი ნაბიჯი. ეხლა იმ მოთხოვნას, რა მოთხოვნის შესრულებასაც, იმ მოთხოვნას, რომელიც დაყენებული აქვს ევროსაბჭოს, კი ბატონო. კიდევ ერთხელ და გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. აი ახლა ჩვენ შეკითხვაზე ბატონმა არ გასცდა სწორად პასუხი. ხელისუფლების ინსტიტუტზე. დიახ.
გასაგებია, ჩვენს ბევრი რამე არ მოგწონს, მაგრამ ერთხელ მაინც რატო არ გაისვა თქვენგან ის, რომ რუსეთი ჩვენი მტერიათო. ბატონო არ ვიცი რა შეიძლება რომ ამას პასუხი გავცემ. მე გავცემ პასუხს თუ შეიძლება. თქვენ იძახით რომ რუსეთი ჩვენთვის ბატონო ჩემო ყველა არის მტერი ის ვინც ეწევა საქართველოს წინააღმდეგ ძირგამოთხელ საქმიანობას. ეს იქნება რუსი, ამერიკელი, ფრანგი, ინგლისელი, შოტლანდიელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ვინც არ უნდა იყოს. ის ვინც აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ ძირგამოთხელ საქმიანობას არის ჩვენი მტერი, ქართველი ხალხის და სხვათა შორის საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მტერიც. აი ეს არის მოკლე პასუხი ჩვენგან. მადლობთ, ბატონო. მაყურებელი ყავს თუ არ ცდები და დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ჩვენ გორიდან გირეკავთ. დიახ, გისმენთ. აი ამ ეფსი. ალო? დიახ. გაწყდა. დიახ. გავაგზავნებ ის ხო თემას. ესე იგი, რომარა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, ეს მიღებული ბრძნული გადაწყვეტილება მიგვეღო რელიგიური, ასე ვთქვათ, ვირეკავს ისევ გორიდან, დიახ, ბოდიში. კი ბატონო. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ვერ ხერხდება დაკავშირება, დიახ. დიახ, გავაგზავნებ რა, რომარა საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება მივიღებდით ძალიან მძიმე ვითარებას საქართველოში და ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ შეიძლება ჩვენმა მოსახლეობამ არ იცის, რომ 2009 წელს იგივე ევროსაბჭოს მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული იქნა ორგანიზაცია ევროკავკასია, რომელიც აერთიანებს საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებს და რომლის მთავარი ასე ვთქვათ ფუნქციონალური დატვირთვა ამ ორი მოსაზღვრე სახელმწიფოების ამ რეგიონების ერთმანეთში ინტეგრაცია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ საქართველოს ეს ტერიტორია, რომელიც ჩართულია ამ პროექტში, საქართველოს ქართველი მოსახლეობის მხრივ განიცდის, ასე ვთქვათ, დემოგრაფიულად ცუდ ვითარებას იმ დასახლებებში, რომელზედაც საუბარია, იქ დაახლოებით საქართველოს ქართველი ეთნიკური წარმოშობის ქართველებზეა საუბარი, არის დაახლოებით 3%, მაშინ ადვილი შესაძლებელია ვივარაუდოთ თუ რომელი ინტეგრაციაზეა საუბარი და რომელი ტერიტორიის ინტეგრაციაზეა საუბარი რომელი სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენ ვიძახით, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოსა და სომხეთს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არის დემარკირებული და დელიმიტირებული საზღვარი, ამ თამაშის წამოწყება, რეგიონალური ენების ქარტიაზე ხელის მოწერა, ფაქტიურად ნიშნავს ამ ტერიტორიების კულტურული ავტონომიების აღიარებას, რასაც საიდანაც სახელმწიფოს დაშლამდე არის ერთი ნაბიჯი. ჩვენ კი ბატონო, შევძლოთ შემოვიყვანოთ მაყურებელი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო. დიახ, გისმენთ. დიახ. მე პირადად თქვენთან ამხეხარ ერთი შეკითხვა. შეკითხვაც არის და რა ვიცი მე თქვენთან პასუხს მე თქვენ თვითონ. ვიღაცები რეკავენ. რუსეთი ჩვენი მტერია. რუსეთი რა ჩვენი მტერია. ჩვენ უნდა ვიცოდოთ ეს მართალი, მაგრამ ჩვენ არ აქვს მტერი საქართველოში. კაცი საქმე გააკეთა კაციტაზემ, გამყრელიზემ, ნაჩხებიამ, ჩიხლაზემ. კაცი გადა, მაგათ მასუდაკარგეს ხალხში დავერია და არასოდეს ჩვენგენი არ შეგვიყვარდებიან. მადლობთ ქალბატონო ზარისთვის, მადლობთ პოზიციისთვის ქალბატონო. ბატონო კონსტანტინე, მოკლედ თუ რეპლიკის სახით რაღაც გამოვეხმაურებით ზარს. პოზიცია ქალბატონის ნათელი იყო დაახლოებით იგივეა. ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ თითქმის 6-7 თვე ამ თემაზე ვსაუბრობთ და ვიძახით, რომ ეს ბატონები მოწადინებული არიან იმისათვის, რომ თავიანთი კეთილდღეობა ხარხის ხარჯზე მოიპოვონ. და არ ვიცი, პასუხს ალბათ ეს ამომრჩეველი თვითონ გასცემს არჩევნებზე მათ საკადრის პასუხს. დიახ, მადლობთ. მაყურებელი გვყავს კიდევ ერთი და შემოგზავნთ. დიახ, გისმენთ. აი ესეთი დიდი მტრები, რომლებმაც ჩაიდინეს საძაგლობა 91 წლის დეკემბერში. საქართველოს არ ყოლია. და იმის შემდეგ მოვდივართ გაუბედურებულები. დიახ. ეს მაშინ მოხდა ყველაფერი. აი ისინი არიან ზუსტად, რომ აი დღესაც საზღარ თამაშებს თამაშობენ. დიახ. აი ისინი ზუსტად პასუხი არ მოეწყოთ პირიქით. პირიქით უფრო გაძლიერდნენ და უფრო გასუქდნენ.
მადლობთ ქალბატონო. გეთანხმებით. მადლობთ. მე მორჩები თემას და უფრო ის რა ქვია საინტერესო მინდა რომ იყოს მაყურებელსაც. კი ბატონო. არის შემოუშვათ ისევ და შემდეგ რო არ გაგაწყვეტინოთ ბატონო კონსტანტინე. კი ბატონო. ძალიან აქტიური ეთერი გქონდა. დიახ. დიახ, გისმენთ. ქალბატონო თამარი, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიახ. აი ამ ექციანთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ხო, მე ვიყავი დამყარების პარტიაში, სხვა პარტიაში და მაქვს მონაწილეობა მიღებული. დიახ. ხო და მე რაც უყურე მან ექციანში რომლებიც არიან პარტიები, გინადი ფიგური, გინდა ყობა დავითაშვილი, კომისიის წევრები რო უსწრად და 200 ლარი უნდა აიღოთ ხელფასები. თავმჯდომარე ურიგდებოდა რომ 100 ლარი ჩვენა და 100 ჩვენაო. ნიუჟელი მაგ ხალხისა დიბეჭი რა თამხავს და ნიუჟელი ეს არის ჩვენა და ჩვენამდე წარმოვიდა ეს ამბები რომ ხდებოდა და როგორი ხო? დღეს არის იმის გაგრძელება რაც იყო მაშინ. ანუ ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. აი, მადლობთ. კი ბატონო. მადლობთ ბატონო ზარისთვის, მადლობთ. დიახ, გავაგრძელოთ ბატონო კონსტანტინე. დიახ, ბოდიშს გიხდით რომ ესე? არა უშავს. მე წეღან ვთქვი იმის თაობაზე რომ ამ პირობებში, როდესაც დემარკირებული, დელიმიტირებული საზღვარი არ არის საქართველოსა და სომხეთს შორის, ასეთ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა ის რომ ხელის მოწერა და ქართველი ხალხის ინტერესების არ გათვალისწინება შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ გამოუსწორებელ შედეგებამდე, რომელიც შეიძლება ცუდ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებოდა. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ მინისტრ ვაშაძეს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების დემარკაცია, დელიმიტიზაციის შესახებ მოლაპარაკებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძირგაუნთხელი საქმიანობისადმი ხელის შეწყობა. თუ ეს არ იქნება გაკეთებული, თუ არ იქნება გაკეთებული ანალოგიური აზერბაიჯანთან მიმართებაში, ტერიტორიული პრეტენზიები, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ საქართველოს მისამართით, იქნება მუდმივად დღის წესრიგში და რაც იქნება აბსოლუტურად მიმართული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და ყოველთვის ვიქნებით იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ვართ დღეს. ამიტომ ეს გადასაღმელი ნაბიჯები არის ხელისუფლების. თუ ამას არ გააკეთებს ხელისუფლება, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება მას. სარი მაყურებელი ყავს, დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ. დიახ. დიახ, გისმენთ, გამარჯობათ. სამფრედირო. რაო. დიახ, გისმენთ. თქვენ არ შეგიძლია, აი თქვენთან ხელმაძიებლობზეც. დიახ. ბატონ კონსტანტინესთან. დიახ, თქვენთან. დიახ. აი, როგორ წარმოგიდგენია თქვენ ახლა, აი რუსეთის გარეშე შეიძლება ყველა ეს საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება? მე ბატონ მეკარე არ მინდა მემის. წარმოუდგენელი. დიახ, ეგრე ძალიან კარგად გასულ და თქვენ ალბათ გასულთ, რომ რატომ ედლად ჩავადარდნენ? დიახ. კარულ დაუშვეს რომ რუსეთშია ჩვენი გასაგები. გასწორთ ასეთი რამ. დიახ, გვახსოვს კი ბატონო. აი კიდევ ასეთი შეკითხვა თქვენთან. კი ბატონო. ყველა ერთმანეთი დაფუძნეთ. ვერ გავიგე ბატონო, გაიმეორეთ. ყველა კარგად გვახსოვს ერთმანეთი დაფუძნეთ. რა გვახსოვს? ბატონო, თქვენი ხმა ძალიან წვეტილად ისმის სტუდიაში. იქნებ ტელევიზორს მოშორდეთ. გაითი შემაყურებელი, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო შეკითხვა ვერ გავიგეთ, ცუდად ისმოდა. თუ რა ვცება. დიახ და მე კი ბატონო, მე გავაგზელებ იმ თემას, რაც რელიგიურ კონფესიებთან იყო დაკავშირებული და მინდა ვთქვა ესეთი რამე, რომ ეს კანონი უცებ იქნა მიღებული ყველა მიცით, მაგრამ ამის შესახებ უნდა ცოდნოდათ სწორედ იმ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც დღეს პარლამენტში ზიან და დასეირნობენ სტრასბურგში და ასე ვთქვათ მალავდნენ ან არიცოდნენ ამის შესახებ. თუ არიცოდნენ, ეს მათთვის უფრო უარესი, მაგრამ უნდა მაშინ რასაკეთებენ საერთოდ რო დადიან
მხედველობაში მაქვს ზუსტად ის ქრისტიან-დემოკრატები, მხედველობაში მყავს პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატები, იმიტომ რომ მათ ასე ვთქვათ პარტიის დასახელებაში ქრისტიანობა პირველ ადგილზე დგას და არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო მასზე. მათ უნდა ცოდნოდათ და ამის შესახებ 2005 წელს იყო ეს ვალდებულებები აღებული და მით უმეტეს 28 მარტს იქნა მიღებული საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელსაც თვითონ ისინიც ესწრებოდნენ ამ ისა რა ქვია საპარლამენტო ასამბლეის ხდომას. რატო უმალავდნენ მაშინ ხალხს ამის შესახებ? კი ბატონო. შემოვიყვანოთ, რადგან მაყურებლის აზრი ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. დიახ, გისმენთ. მე მინდა თქვენ გითხრათ რომ დიახ სახელმწიფო ჩამოყალიბება საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბრიდან უდევს კრიმინალურ. დიახ. კი ბატონო. შემდეგ ჩატარებული არჩევნები დღემდე მოსული თავრობებიდან, რომელიც დღესაც ყავს, ეს ყველა ალეგიტიმური, არალეგიტიმური. გეთანხმებით. შეიძლება კი აი ამ არალეგიტიმურმა მთავრობამ ამ დემარკაციაზე, ამ საერთოდ ამ კანონებზე ილაპარაკოს, როცა თვითონ სახელმწიფო მართლი პარტია არის არალეგიტიმური. ამიტომ ყველაზე უფრო საფუძვლიანია საერთოდ ჩვენ გარდა იმისა, რასაც ახლა ჩვენ ლაპარაკობთ, ამას მხოლოდ და მხოლოდ გააკეთებს კანონიერი მთავრობის აღდგენა, რომელიც დანიშნავს არჩევნებს და შემდეგ ვინც მოვა ნებისმიერი თავარია იყოს კანონიერი სახელმწიფოს უდრის ჩამოყალიბებას იყოს კანონიერება და შემდგომ ყველაფერი მოგვარდება თავის ადგილზე. მადლობთ ბატონო ზარისთვის. კი ბატონო, მაგრამ მე მინდა ამ ბატონს უპასუხო, როგორ წარმოუდგენია დღეს ახლა თავარია უნდა ვიყოთ პრაგმატულად მოაზროვნეები და უნდა ვაფასებდეთ იმ რეალურად იმ ვითარებას, რა ვითარებაში დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება. ახლა პრაქტიკულად იმ უზენაესი საბჭოს აღდგენა და ამ ხელისუფლების ორხელისუფლებიანობის შექმნის რაღაცა პრეცედენტის დაშვება, არ ვიცი მე იურიდიულად არის შეუძლებელი დღეს პრაქტიკულად ალბათ ირინა სარიშვილმა რო ჩამოაყალიბა ის რაღაც პოლიტიკური ერთობა და ძალაუფლება ხალხს რო დაირქვა, ხო, ამაზეა საუბარი. ალბათ ეს ბატონიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელია და სწორედ ძალაუფლება მათ სურთ იცოდეს ჩვენ მაყურებელმა რომ მათ სურთ რომ ამ ლოზუნგით პრაქტიკულად დაინიშნოს არჩევნები და ეს არჩევნები დანიშნოს ზუსტად იმ უზენაესმა საბჭომ. ეს ლოზუნგი ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილია. ეს არის ჩვენი პარტიის ასე ვთქვათ ძირითადი ხაზი. ჩვენ ვართ მაყურებელი ყავს ბატონო კონსტანტინე და მაგ ლოზუნგთან დაკავშირებით მინდა რომ კი ბატონო ცირად რო დავთქვი. პარლამენტმა რომ გამორიცხული პრაგმატული აზრი არის ეს რომ აღდგეს ძველი მთავრობა. ანუ ზვიად განსახურდია მთავრობა. მაშინ გავაცოცხლოთ ზვიადი მერაბი და აი იქნება აღდგენა. კი ბატონო. გამორიცხულია დანარჩენი ვინ დააღვადგინოთ საინტერესოა. კი ბატონო გეთანხმებით ქალბატონო. აი ერთხელი დაადეთ ერთი დანარჩენს ვიგავაცოცხლოთ. ვინც უღალატა და გაიქცა და დაიმალნენ ზოგი ფინეთში და ზოგი მკვლელები არიან. ხონებული მერაბი და ზვიადი რო ყოფილიყვნენ ცოცხლები დღეს ესეთი სიტუაცია ნამდვილად არ იქნებოდა ქვეყანაში. ვინ უნდა აღვადგინოთ საინტერესო. და ეხლა მით უმეტეს მე ვერ მივიღებ ამას. ვერც ირინას არიშვილისგან ვერ მივიღებ ახლა ამას რა ქვია და კი ბატონო გეთანხმებით. როცა გაიგო რომ ზვიადი შემოვიდა საქართველოში ადგა ირინა სარიშვილი და თქვა გამსახურდია დააბრუნდა მაგრამ თბილისში შემოვა სახე შეცვლილი ფორმით. პოლიტიკური მეხსიერება არ უნდა დავკარგოთ ქალბატონო. არა თქო შეცვლილი ფორმა არ არის მიცვალებული ზუსტად კარგად იცოდა. ხო და ღმერთმა ყველას მიუძღო თავისი. ერთი მაჩვენეთ აი ვისაც ავტომატი ეჭირა ხელში იმათი შვილები საწვანან დღეს მიწისქვეშ არიან თუ არა. თუ შვილები და თუ ახლობლები და მადლობთ ქალბატონო ზარისთვის, მადლობთ. ბატონო კონსტანტინე, ჩვენ ვახსენეთ, ვახსენეთ ქალბატონი ირინა სარიშვილი და ვახსენეთ და ზარიც შემოვიდა მასთან დაკავშირებით. კი ბატონო და ვახსენეთ ის ძირითადი ლოზუნგი, რაც აითვისეს ეს ეთყობა ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ პირდაპირ ეთერში გამოსულ ვარ და პირდაპირ დეკლარირება მოვახდინეთ, რომ ძალაუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და წარმომადგენლებითი ორგანოები, არჩევითი პარლამენტი და სხვა, ასე ვთქვათ,
აღმასრულებელი ორგანოები უნდა ახორციელებდნენ ხალხის ხელმწიფობას. ამაზე ჩვენ შემუშავებული ქონდა დოკუმენტი, ეს დევს ჩვენს პოლიტიკურ პლატფორმაში და ეს არის გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ალტერნატიულ პროექტში, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შემუშავებული და თავის დროზე გადაგზავნილი უშიშროების საბჭოში, ბატონ გიგა ბოკერიას აპარატში, მაგრამ სამწუხაროდ მათგან ჩვენ არც პასუხი მიგვიღია და არ იქნა ეს ყველაფერი გაზიარებული, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა. ჩვენ პირდებით ჩვენს კი ბატონო. ზარი შემოუშვათ და შემდეგ ისევ გავაგზავნოთ რა. კი ბატონო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით ხელმეორე ბატონებო და ისევ სვამ კითხვას უზინეს საბჭოს აღგენის თაობაზე. თქვენ სრულიად გადაუსვით ხაზი იმას, რომ ესე იგი თუ ცოცხალი არ არის ეს ადამიანები, იმის იდეის აღგენა შეუძლებელია. მაშინ როგორც არის აი დღეს უკვე ბაგრატიონთა სამეფოს აღგენაზე არის ლაპარაკი და მეთეობაზე არის ლაპარაკი. თუ ეს შეიძლება, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ასეთი უსაფრთხოების გაუქმება და ამას აღდგენა 91 წელს რა მოხდა? აი ეს უბრალოდ აზრის გამოთქმა. მაშინ სადაა ჩვენი დემოკრატია, სადაა ჩვენი სამართლიანობა და საერთოდ რა სამსახურები ჩვენ საერთოდ მაშინ თუ ამ თამაშს ეხი დავაბიჯეთ. მადლობთ ბატონო ზარისთვის. ალბათ უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ იმ ხელისუფლების აღდგენაზე უკეთესი იქნებოდა 21 წლის კონსტიტუციის ძირითად ნორმებს დავბრუნებოდით, სადაც ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი, არის აბსოლუტურად გაწერილი და სადაც არის აი ამ კონსტიტუციის მიხედვით დემოკრატიის ხარისხი არის უმაღლესი. მე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ სწორედ იმ კონსტიტუციის ის ნორმები იქნა გადაღებული თავის დროზე იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც დღეს ევროპაში არიან და არიან საკმაოდ წარმატებული ქვეყნები და რომელიც ასე ვთქვათ, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატია ბატონო, კი უპასუხო გისმენთ. უგადად მე ისე მინდა კომენტარი გავაკეთო. თქვენ ძალიან თუდად გესმით ის კონსტიტუცია, რომელიც იყო ძლიერ გამსახურდიას დროს. ძლიერ გამსახურდიას დროს რომელი კონსტიტუცია იყო? კონსტიტუცია, რომელიც მოქმედებდა და რომელი დაასახელეთ? რომელი კონსტიტუცია დაასახელეთ 21 წლის ზვიად მიიღო? არავითარ უზინეს საბჭოს აღდგომაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ვინ ნიშნავს ვის შეუძლია აღადგინოს კანონიერება. აი ამაზეა ლაპარაკი. არავითარ უზინეს საბჭოზე არა ლაპარაკი. იქ პუნქტში წერია ძალიან ზვიად გამსახურდი არქივი და ზვიად გამსახურდი, რომელიც პუნქტი არ დაეტოვებინა. ვინ არის შემდეგ პრეზიდენტის შემდეგ უმაღლესი მმართველი პიროვნება და ვის შეუძლია დანიშნოს კანონიერი არჩევნები. აი ამაზეა ლაპარაკი. პრეზიდენტის შემდეგ აკაკი ასათიანი იყო. არა ბატონო, აკაკი ასათიანი ძალიან დიდი ხნის განთავისუფლებულია. ხო, აბა ვინ არის დაგუსახული? აკაკი ასათიანი სწორია როგორც დიდი უზრავი მოძრავი გემი, არის დარჩენილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უშუალოდ არის მემკვიდრე თუ პრეზიდენტი არ არის, მაშინ არის პრეზიდენტი. თქვენ თვითონვე ეწინააღმდეგებით თქვენ თავს ბატონო. მე არ ვეწინააღმდეგი, რომელსაც შეუძლია. ვინ გადააყენა ბატონი კაკო ასათიანი უზენაეს საბჭოს? არა, მაშინ არ შეუძლიათ მაშინ არაფერი საერთოდ. თუ არა გადაყენებული კაკო ასათიანი უზენაეს იმას საბჭოს პრეზიდენტთან, მაშინ თქვენ არ შეუძლიათ კაკო ასათიანის ამბავი. აბა შეიძლება ჩვენ არ ვიცით ბოდიშს. რეალ გამსახურდია გადააყენა. კი ბატონო. და კანონიერი არჩევნების დანიშნვა ეს შეუძლია დარჩენილ პიროვნებას, რომელიც პრეზიდენტის შემდეგ არის დარჩენილი. არის ეს ბესარიო გუგუშვილი. ეს პუნქტი იქ არის მოცემული და კარგად გადაიკითხეთ. მადლობთ. კომენტარის გავაკეთე. რა ვიცი, ესე ზარს ხა კომენტარს ვერ გავუკეთებთ. ბატონო კონსტანტინე, შევაჯამოთ დღევანდელი დღე, მცირედ რო არის დარჩენილი. რა ვიცი, ძალიან ბევრ თემას შევეხეთ დღეს. ეს იყო სოციალური თემა, ეს იყო რელიგიური თემა, თუ ეს იყო ჩვენი პარტიული სტრუქტურების თემა. ბატონო კონსტანტინე, ვეღარ მოვასწრებთ. შეჯამება მინდა რომ გავაკეთო დღევანდელი დღის. მადლობა მინდა მოუხადო ყველა მაყურებელს საინტერესო ზარებისთვის, დაინტერესებისთვის. აქტიურად იყვნენ დღეს ჩართულები და ძალიან დიდ მადლობას მოუხდი მათ. ასევე მინდა მეორე არხსაც მადლობა მოუხადო ამ 1 საათიანი თავისუფალი ტრიბუნისთვის. დღევანდელი ჩვენი ეთერი ესეთი იყო. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის.